ზეინებ არ მიმატოვო, გთხოვ. ზეინებ არ მიმატოვო. გთხოვ. გაიღვიძე, მიდი, გაუძელი. მიდი, ზეინებ არ მიმატოვო. დაბრუნდი, გთხოვ. გთხოვ. რამე გააკეთეთ, გთხოვთ. დაეხმარეთ. რამე გააკეთეთ. ადრენალინი. არ მიმატოვო, მიდი. მიდი, ზეინებ. სწრაფად იარეთ. ზეინებ, საყვარელო. დაბრუნდი, არ მიმატოვო, გთხოვ. დამიბრუნდი, ზეინებ. მიდი. მიდი. პულსი არ არის. აზრი არ აქვს. ადრენალინის დოზა დაუმატეთ. პულსი იგრძნობა. გააგრძელე. საყვარელო. ზეინებ, გაუძელი. ზეინებ, სულ ცოტა დარჩა. ზეინებ, თითქმის მივედით, გაუძელი. სწრაფად იარე. ჩემო ზეინებ, აქ ვარ, შენ გვერდით. სულ ცოტად, საყვარელო. თითქმის მივედით. კან? სად ხარ? დილიდან გეძებ. ერთი საქმე მქონდა, რომელიც უნდა მომეგვარებინა და მოვაგვარე. უბრალოდ ორი. ვერ გავიგე. რას გულისხმობ? ორივე მოვკალი. რა ქენი? მოვკალი გამზე. მამა. სად იყავი, შვილო? მამა ამბობს, რომ ორივე მოკლა. ვიზი ამბობს, შვილო? შენი აზრით, მამა? შვილო, გაგიჟდი? გავგიჟდი, მამა. შემომხედე? სახეში მიყურე. სახეში შენ შვილს უყურე, მამა. მართალი არ ვარ? კან. გვითხარი რა გააკეთე და რამეს მოვიფიქრებთ. მოსაფიქრებელი არაფერია. არავის დაუნახავს. მას შემდეგ რაც სასამართლოდან გამოვიდნენ, სატვირთო მანქანით დავეჯახე და ორივე ხევში გადავაგდე. დაიმტვრნენ. დაიმტვრნენ? დაინახე რომ მოკვდნენ. თუ იქ არ მოკვდნენ, საქმე საავადმყოფოში დასრულდება. რას ვიზამთ? ფერად. ყველაფერი გაარკვია, შედეგებიდან გამომდინარე ვიმოქმედოთ. კარგი ბიძია. ილოცე, რომ ორივე მკვდარი იყოს. ილოცე. ქალი დაახლოებით 30 წლის გზაში პულსი გაჩერდა. 2 დოზა ადრენალინი გავუკეთეთ და პულსი დაბრუნდა, შანსი გაგვიჩნდა. ავარია?
დიახ, ბევრი სისხლი დაკარგა. აქ დაგველოდეთ თუ შეიძლება. ჰალო. ჰალო. ზეინები? რა მოხდა? როგორ მოხდა? შემთხვევითობა არ ყოფილა. ვიღაც ჩვენს მოკვლას ცდილობდა და შეძლო კიდეც. ზეინებმა დამტოვა. შემდეგ ისევ დაბრუნდა. კაპიტანო, ალიჯანი. ძმაო, ზეინები ხელში ჩამაკვდა. ხელში ჩამაკვდა, გესმის? კარგი, მთავარია ცოცხალია, ნუ განიცდი. ჩემ გამო მოხდა. ჩემ გამო. ჩემი სიცოცხლე გრძელდება, მაგრამ ყველაფერი იმ ადამიანებს ემართებათ, ვინც მიყვარს. სატვირთო ვიპოვეთ, კაპიტანო. დილით ავტოსადგომიდან მოიპარეს. უსაფრთხოების კამერების ჩანაწერები არ არსებობს, ვინ მოიპარა, ვინ გააკეთა. არ გაგირკვევიათ? ჯერ არაფერი ვიცით, კაპიტანო, მაგრამ ვეძებთ. თუ სატვირთოსთან დაკავშირებულს ვერაფერს იპოვი, ყველა კამერა გათიშე. თუ ზეინებს რამე მოუვა, ამას მეც კი არ შევაჩერებ. შეუჩერებელი გახდება. ფერჰად, რა მოხდა? ჰალილ იბრაჰიმი ცოცხალია. ზეინები? ზეინები მოკვდა. რადგან ზეინები მოკვდა, ვერ ვიტყვით, რომ ჰალილ იბრაჰიმი ცოცხალია, ასე არ არის? მაგრამ სასწრაფო დახმარების მანქანაში სიცოცხლე დაუბრუნეს. ახლა მძიმე მდგომარეობაშია. გამზე, მოემზადე. საავადმყოფოში მივდივართ. კარგი, მამა. ბიძია, ახლა საავადმყოფოში მისვლის დრო არ არის. სამშობიაროდ მივდივართ და არა მის გასამხნევებლად. ვერ გავიგე, მამა. რა მშობიარობა? შენს ექიმს დაურეკე და უთხარი, რომ წყლები დაღვარე და მშობიარობისთვის მზად ხარ. საკეისრო კვეთას გაგიკეთებენ. მაგრამ, მამა, კიდევ ერთი კვირა მაქვს. ამ სახლში ერთი კვირა კი არა, ერთი დღეც არავის აქვს შვილო. გააკეთეთ, რასაც გეუბნებით. შეიძლება მაშინ შანსი გქონდეს. გასაგებია? წადი. მიდი. მამა. სისულელეს ნუ ამბობ, ამის გაკეთება რა საჭიროა? მომისმინე, იდიოტო. შეცდომად დაუშვი. თავში ისროლე. მომეცი საშუალება სიცოცხლე დაგიბრუნო. სახლიდან არ გახვიდე და არაფერი გააკეთო. არ ხარ იმ მდგომარეობაში, რომ რამის გაკეთება შეგეძლოს. გესმის? გესმის, რას ვამბობ? მესმის. ფერჰად, არ მოშორდე. კარგი, ბიძია. ვერ ხვდები ჰალილ იბრაჰიმის ასე რატომ ეშინია? ეს პირველივე დღეს უნდა გაეკეთებინა. ყველა, ვინც ამის გაკეთება პირველივე დღესსა და ახლა მკვდარია ქან. მათ შორის შერიფიც. და ყველაფერს შენ თავთან რატომ აიგივებ?
ამ საკითხს ასე რატომ ვუდგები არა? დიახ, სახეზე შემომხედე ფერხად. ჩემს მდგომარეობას შეხედე. ვერ ხედავ? ჩემთვის ასეთი მნიშვნელოვანი რატომ არის? იმის გამო რომ უგონო მდგომარეობაში ხანგრძლივად იმყოფებოდა, არ ვიცი ტვინი დაზიანდა თუ არა, სიახლეებს პერიოდულად შეგატყობინებთ. და ყველაფერი ცუდი წარსულში დარჩეს. გმადლობთ. ჰალილ იბრაჰიმ. თქვა რომ ყველაფერი კარგად იქნება. ასეთი რეაქცია რატომ გაქვს? ჩვენ ხომ ზეინებზე ვლაპარაკობთ, თუ ამრავ რამეს გაუძლო, ამასაც გაუმკლავდება. ცოტა გაუძელი ძმაო. ხო, გაუძელი. ციხეში უნდა შევატყობინოთ? კაპიტანი წავიდა შეატყობინებს. შენ კი ლეილას და ელებს დაურეკე. უნდა იცოდნენ. კარგი. ვილაპარაკოთ? ავარია როგორ მოხდა? ავარია არ ყოფილა. ეს ვისი გაკეთებულია? პოლიცია იძიებს, მაგრამ ჯერ ზუსტად არ ვიცით. ნამდვილად ქაანი იქნებოდა. მეც ასე ვიტყოდი ჰალოს მისთვის ყველა ძვალი რომ არ დაემთვრია, მაგრამ არა უშავს, მაინც გავიგებთ. ბიძია დერვიშ? ნუ გეშინია. ჰალილ იბრაჰიმი კარგადაა. ესე იგი ზეინები მოკვდა? ძალიან მეწყინა ბიძია. მაშინ საავადმყოფოში წავიდეთ. მინდა ჰალილ იბრაჰიმის გვერდით ვიყო. ჰალილ იბრაჰიმს უნდა რომ ახლა მის გვერდით მხოლოდ ზეინები იყოს. ხომ თქვი რომ ზეინები მოკვდა? მსგავსი არაფერი მithქამ შვილო. მოკვდა და ისევ გაცოცხლდა. ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია. ყველაფერი ღმერთის ნებაა. ამბობენ ძიმე მდგომარეობაშიაო. იმედი მაქვს არ დაიდანჯება და მოკვდება. ტკივილის გარეშე. ბიძია მუსა, სატვირთოს მფლობელს ბიდრის იცნობთ? დაუშვად ვიცნობთ ძმისშვილო აიჰან. მისი სატვირთო მოიპარეს. რას გულისხმობ ძმისშვილო აიჰან? იმას რომ ბიძია როგორც წესი ბიდრი პოლიციას არ ატყობინებს ხოლმე, როცა რამეს პარავენ. რადგან შეატყობინა, ესე იგი სატვირთო თავისი ნებით მისცა. ძმისშვილო აიჰან, სატვირთოს მფლობელი ბიდრის გული ვინ დაიპყრო? იაჰია ზუსტად ეს აინტერესებს. ბიძია, შემიძლია ბიდრი ვნახო და ორჯერ მეტი შევთავაზო ვიდრე მიიღო და მაშინ ყველაფერს მოგვიყვება. მე ასე ვფიქრობ. რატომ? ორჯერ მეტი რატომ უნდა გადავუხადოთ შვილო აიჰან? ბიდრისთვის ჩვენი გაცნობა საკმარისი არ იქნება? ბიძია იაჰია. ჩვენთან მეგობრობა ნამდვილად ენდომება, მაგრამ ყველას მკვდარი გონი ხართ. ამ სიკვდილმა გაგვანადგურა ძმაო. სიკვდილი ადამიანს ანადგურებს ძმაო, ანადგურებს.
ძმისშვილო აიჰან, იპოვე ეგ ბიდრი და ორჯერ მეტი შესთავაზე. თუ მისი მონაყოლი გამოგვადგება, ფულს გადავუხდით. და თუ არა, მოკალი და მორჩა. კარგი ბიძია მე მაწყობს. ბიძია იაჰია, თუ ბიდრი იმ სახელს იტყვის, რომელიც გჭირდება, მაშინ დღეს კიდევ ერთი ჩემი საკითხიც მოვაგვაროთ. მოვაგვაროთ, შვილო აიჰან, მაგრამ მკვდრები ვართ, ხომ ხედავ? კარგი, გავცოცხლდებით და ყველაფერს მოვაგვარეთ. პირდები, დიდი მადლობა ბიძია. ძმაო, სასწრაფოდ უნდა გავცოცხლდეთ. კარგი, გავცოცხლდეთ. მაგრამ როგორ? ამას გულისხმობ. კოცნა გჭირდება, რომელიც სიცოცხლეს დაგვიბრუნებს იაჰია. ვერ გავიგე? ნარგიზ ლეტო დაგვეხმარება გავცოცხლდეთ. ნარგიზ ლეტო. ამას აქ რა უნდა? და აღარ განმეორდეს ჰალილ იბრაჰიმ. მოიცადე, მოშორდი. ვიცი, ეს შენი გაკეთებულია. დამშვიდი, ჰალილ იბრაჰიმ. არ ვიცი, რას გულისხმობ. ძალიან კარგად იცი, რასაც ვგულისხმობ. მომისმინე. აქ ჩემი ქალიშვილი მოვიყვანე, მშობიარობს. ახლა ხან გავიგე, რაც მოხდა და მოვედი, რომ გაგამხნეო. ჰალო, მოიცადე. ჯერ ყველაფერი გავარკვიოთ. თქვენგან დასამალი არაფერი მაქვს. ავარიის ამბავი გავიგე და მოვედი. ქაანი სად არის? როგორ თუ სად? იქ სადაც ცემე, სახლში. არაფერს ვამბობ, მიუხედავად იმისა, რომ შენ გამო ჩემი შვილი ახლა ასეთ მდგომარეობაშია. მოვედი, რომ შენ გვერდით ვიდგე. შენ კი ხელში მწვდი. მხოლოდ ის მინდა ყველაფერი წარსულში დარჩეს. სხვა მიზანი არ მაქვს. წარსულში არაფერი დარჩება. ზეინები თუ აქედან ცოცხალი არ გამოვა, ამ საქმიდან ცოცხალი არავინ დარჩება. წამოდი, ძმაო, დავსხდეთ. წამოდი. კარგი. კიდევ ერთხელ გისურვებთ, რომ ეს აღარ განმეორდეს. იმედი მაქვს, ზეინები უახლოეს პერიოდში გაიღვიძებს. თქვენ კი უთხარით, რომ ორი ჯანმრთელი ძმა ჰყავს. რა ხდება, ფიქრეთ ბეი? ციხის უფროს რა უნდოდა? ჯერ ახლა არ შემოგვიყვანეს? ჰალილ იბრაჰიმი და ზეინები ავარიაში მოყვნენ. რას ამბობთ, ფიქრეთ ბეი? რა ავარიაში? ზეინები ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია. შეიძლება მოკვდა კიდეც. არაფერს გვეუბნებიან, რადგან აქ ვართ. არა, ასეთი რამ გამორიცხულია.
არ გიკითხავთ ავარია როგორ მოხდა ფიქრეთ ბეი. ჰალილ იბრაჰიმი კარგი მძღოლია, ავარია როგორ მოუვიდოდა. ამბობენ სატვირთო დაეჯახათო, მაგრამ არ მჯერა რომ უბედური შემთხვევა. ნამდვილად ისკანდერმა უბრძანა. ისკანდერი ასეთ რამეს რატომ გააკეთებდა, როცა ჩვენთან მოლაპარაკებას ცდილობს? მაშინ სხვა მენ უნდა იყოს. მე ხომ ციხეში ვარ შენთან ერთად, საიდან უნდა ვიცოდე ვინ იქნებოდა? რა მოხდა? ნედიმე ხანიმ. რა მოხდა? არ იცი? არა? კატასტროფა მოხდა და არ იცი? მოგკლავ. გააშველეთ. ჩემი შვილისგან რა გინდა? გამიშვი. ზეინეფისგან რა გინდა? რომელი შვილისგან? იგულცე რომ ზეინებს არაფერი მოუვიდეს. შენ სამოწყდი და შენი შვილიც. შენ ამოწყდები შენ. მოღალატე. გამიშვით. აქ ცოცხლად დაგმარხავ. ჰალილ იბრაჰიმ. დაო. დაო. ჩემი და აუცილებლად გამოგეცდება. არ მიგატოვებს. არასდროს მიუტოვები ვარ. მაგრამ ყოველთვის მევტოვებ. ყოველთვის თავის მართლებას ვეძებ. ზეინები მე მივატოვე. შენი დაჯერ ისევ ჩვენთან მხოლოდ შენი წყალობითაა. იცის როგორ ძალიან გიყვარს. იცის. ეს წუთია პატარები ვნახე. ძალიან საყვარლები არიან. თვალი არ ეცეთ. იმედია შენ დაგემსგავსებიან. ღმერთმა ქნას აიშე. ამბობდი რომ ჯერ ადრე იყო, რა მოხდა? ჰალილ იბრაჰიმმა ქანი ჩემ თვალწინ ცემა. და აი, ისევ ინერვიულე რომ წყლები დავღვარე. ვერ ვიტყვი რომ ქანი მეწოდება. მაგრამ თუ მკითხავ, ჰალილ იბრაჰიმის და ზეინების გამო ნერვიულობ თუ არა? არც ისინი მეწოდებიან. მამა მომიკვდა, უკვე აღარავინ მაინტერესებს. გამზე. მამა შენზეც რაღაცას ამბობენ. ვითომ ეს ქანმა გააკეთა. როგორ ფიქრობ შენს ძმას და მამას? ამასთან რამე კავშირი აქვთ? აიშე. ჩემი უახლოესი მეგობარი ხარ. ჩვენ სახლში ყოველდღე მოდიხარ. თან იცი მამა როგორ გაფასებს. როგორ შეგიძლია მამაზე იფიქრო? ასე რომ ვფიქრობდი, ახლა აქ ვიქნებოდი? გატაცებულ სატვირთოზე ლაპარაკობენ, მაგრამ ჩემი აზრით მართალი არ არის. თუ სატვირთოს ამბის უკან თქვენ გახართ, იცოდეთ, გადაგივლიან. ეს გაითვალისწინეთ. შენცამ სატვირთოს სიტუაციის ზღვარზე ხარიავოს. შემდეგ არ აღმოჩნდეს, რომ ამის უკან ნარგიზი დგას. ბოლო დროს ყველაფრის უკან ის დგას.
yüzünüzden ჩემი და ამ საქმეში თქვენ გამოჩაერთო. neden müdahil oldu bu işlere? İskender, ისქანდერ, bak, მომისმინე, ბაბუა გახდი. ახლა უკვე ბაბუა ხარ. გირჩევ მსგავსი საქმეებით ნაკლებად დაკავდე. aile, ჩემი ოჯახისგან თავის შორს დაიჭირე. bu aile ოჯახში Ayşe აიშეც შედის. კიდევ ერთხელ გილოცავ ისკანდერ ბეი. მადლობა აიშე. Ayşem, ჩემო აიშე, მოვინახულეთ და უკვე შეგვიძლია წავიდეთ. torunları კიდევ ერთხელ გილოცავ ისკანდერ. მადლობ. birlikte გილოცავ. გმადლობ. ჯანმრთელობას გისურვებთ. რა სიტყვი აიშე? შენ უკეთ გეცოდინება, მამან ესიმის მკვლელობასთან კავშირი აქვთ? გამზე ამბობს რომ არა, მაგრამ ჩემი აზრით აქვთ. რა თქმა უნდა აქვთ აიშე, რა თქმა უნდა. თუ აქ ისკანდერი გააგრძელებს, ჩემო ძვირფასო აიშე და ასე შემდეგ, ტვინს გავასხმევინებ. ben direkt bunun kafasına sıkarım ha. Sakin. დამშვიდი ბიძია, დამშვიდი. თუ მამა ჩემი სიკვდილთან კავშირი აქვთ, შენ თუ არ მოკლავ, სადაც არ შემოგხედავ ჩემო ძვირფასო მითად. იავუს, შენ მოხვედი? Yavuz, იავუს, Yavuz sen mi geldin? იავუს შენ ხარ? Mithat, მითად, Allah'ım. ღმერთო. Yahya, იახია, senin ne işin? აქ რას აკეთებ? ეს შენ რას აკეთებ ამ ქვეყანაზე ნარგის? მოვედი რომ ეს გკითხო. ნუ გეშინია, სალაპარაკოდ მოვედი. შენს ადგილზე არ ვიყვირებდი და უბრალოდ მოვისმენდი. მომისმინე იახია. Benim ya da არც მე და არც ჩემს ქალიშვილს თქვენთან არანაირი პრობლემა არ გვაქვს. istiyorsanız თუ ჩემგან რამე გინდათ, შემიძლია გავაკეთო. არ აქვს მნიშვნელობა. ფული იქნება თუ სხვა რამ. ama eğer kızın ifadesi მაგრამ თუ მეტყვი რომ ჩემო ქალიშვილმა ჩვენზე უარი თქვას, ან შეიცვალოს, senin hiç boşuna yorma. ამოუთნო გაირჯები. ჩემმა ძმამ მითხრა, შვილო იაჰია, წადი და ნარგის კითხე, ვინ უფრო მეტად უყვარს? საკუთარი თავი თუ თავისი ქალიშვილიო? დამლას ვერაფერს დაუშავებთ. თუ მოკვდება, ვერავინ გადარჩება. არავინ გვაინტერესებს ნარგის. ჩვენი სადაც მკვდრები ვართ. მაგრამ შენ ცოცხალი ხარ. და როგორც მივხვდი, გინდა კიდევ იცოცხლო. ჩემს მას აინტერესებს ჩვენგან ვინ გიშველის? ჩემს სიტყვებზე იფიქრე. წადი დამლა მოინახულე. ქალიშვილს დაემშვიდობე.
შემდეგ ისევ შემოგივლი. კარგი? იაჰია სად არის მუსა? კაპიტანო, მოკლედ იაჰიამ დაიჟინა, რომ სასწრაფოდ უნდა გავცოცხლდეთო. მე ვუთხარი, როგორ გავცოცხლდებით მეთქი შვილო? როგორ და ნარგიზლეტოს ვუყვარვართ, წავალ და მოვინახულებო. მაქალს დასაკარგი არაფერი აქვს. არის ამ ქვეყნად რამე უფრო საშიში ვიდრე ქალი, რომელსაც დასაკარგი არაფერი აქვს? ჩემი აზრით არა. დასაკარგი რატომ არ აქვს? ჰყავს ვაჟი, ქალიშვილი, ძმა და ყველაზე მთავარი მისი ტკბილი სიცოცხლე. არ აინტერესებს არც ვაჟი, არც ქალიშვილი და არც ძმა. რაც შეეხება მის ტკბილ სიცოცხლეს, თუ ვინმე სიცოცხლეს არ წაართმევს, ან ვინმე სიკვდილის მიზეზი არ გახდება, არ მოკვდება. ხომ ასეა? მეც ასე ვფიქრობ, კაპიტანო, მაგრამ იაჰიას არ შეუძლია შემდეგი ნაბიჯი გათვალოს. და შენ გათვალე, მუსა? გავთვალე, დერვიშ, გავთვალე. ერთი იდეა მაქვს. თუ კაპიტანი უფლებას მომცემს, რა თქმა უნდა, თუ ჩემს ძმისშვილს, აიჰანს, ციხეში გავგზავნი, თუ დღევანდელ გაზეთში ჩემს ფოტოს დაბეჭდავენ, აიჰანი ამ გაზეთს ციხეში შეიტანს და ის ხალხი, რომლებიც ალაპარაკდნენ, დაინახავენ, რომ არ მომკვდარ ვარ, თუ დაინახავენ, რომ ცოცხალი ვარ, იქნებ თავისი ჩვენება შეცვალონ. ჩვენების შეცვლა საკმარისი არ იქნება, მუსა. ვიცი, მაგრამ რაღაცით ხომ უნდა დავიწყოთ, არა? დამლაც თავის ჩვენებას შეცვლის. გააკეთეთ, რაც გინდათ, მაგრამ არ გაებათ, მუსა. კარგი? ბიძია, ბიჭები სად არიან? სადმე გაგზავნე? სად უნდა გამეგზავნა? ღმერთო. დედა. დაო. დედა. დაო. აქ ვარ. დაცვა სად არის, დედა? ყველა გავაგდე. მიზეზი დაო? იმიტომ რომ უმაქნისები არიან. ნორმალურად აგვიხსენი რა მოხდა. დაბლა ჩამოვედი და რას ვხედავ? სამზარეულოში იაჰია მელოდება დანით ხელში. რას ამბობ? ამას უყურე. რას გეუბნებოდი? ხომ გითხარი, ეგ ძმები ადამიანს ნაკუწებად აქცევენ? ხომ გითხარი, მათ საქმეში არ ჩაერიო მეთქი? რადგან ახლა აქ ხარ, რა გააკეთე? ქალიშვილს უღალატე? უთხარი წავიდნენ და დამლა მოკლან? იევუს, დამლა უსაფრთხოდაა. ეს თვითონაც იციან. იაჰია ჩემს შესაშინებლად ამიტომ მოვიდა. Sen de bunun üstüne
და გადაწყვიტე მთელი დაცვა გაგეგდო? მოდით და მშვიდად დავხოცეთო? ასეუბნები? ამ ქვეყანაში სხვა ადამიანები არ არიან მითად? არა დედა, ამ ქვეყანაში არ არიან ადამიანები, რომლებიც ქიქაცგან დაგიცავენ. კარგი. შენ ჩემი ვაჟი ხარ. შენ გიძმა? Kardeşimsin. თუ არ დამიცავთ, Olmayacaksanız შეგიძლიათ ამ სახლიდან მოშორდეთ. დაო, რა გეგმა გაქვს? ყველაფერი გაართულე. ახლა კი მოხვედი და აქ ზიხარ. ხოდ არ დატოვებენ იმას, რაც გააკეთე. არასდროს დატოვებენ. სხვა გზა არ ექნებათ მითად. ღმერთო. და ეგ როგორ მოხდება? ჰალილ იბრაჰიმი მოინდომებს, რომ ფიქრეთი და ნედიმი აუცილებლად გამოვიდნენ. Zeynep'in hatırına ზეინების გამო მოინდომებს. yani და ვერაფერს დამიშავებენ, სანამ არ მოვლენ და არ შევთანხმდებით. ღმერთო ჩემო. დაო, გგონია ჰალილ იბრაჰიმი შენთან ვაჭრობას დაიწყებს? მართლა ასე გგონია? ben herkes მე ყველას ვევაჭრები ჩემო ძვირფასო. და იმას მივიღებ, რაც მინდა. დერვიში სად არის ძმაო? საავადმყოფოში წავიდა ძმის შვილის სანახავად. ყვითელი მომაწოდე ძმისშვილო. აი ბიძია. მომიყევი შვილო. ჭამ და თან გისმენ. მართალია ძალიან გამიჭირდა, მაგრამ ბიდრი დავითანხმე ბიძია. ხოლო თქვენ გეტყვით ვის მივეცი სატვირთო, სასამართლოში არ ვიტყვი და არც მოწმედ გამოვალო, ასე მითხრა. ყოჩაღ ბიდრი ჭკვიანი კაცი ყოფილა. ვის მისცა სატვირთო? რა თქმა უნდა ჯერ ფული მოითხოვა. და მეც ავანსი მივეცი, რაც მქონდა, სულ მივეცი. გესმის იაჰია? ჩემი ბიძაშვილი ამბობს, რომ თუ ფულს არ დავუდებთ, სახელს არ გვეტყვის. აიჰან. შენ ჩემი ძმის ნათესავი ხარ და არა ჩემი. ამიტომ ჭკუას მოუხმე და ბედის წერას ნუ გამოცდი. იაჰია მართალს ამბობს, ჩემი ნათესავი ხარ. ბიდრი მანქანა ისკანდერის ვაჟს მისცა. კანს. გაგიკვირდა იაჰია? მაგრამ ჰალილ იბრაჰიმმა ხომ ყველა ძვალი დაუმტვრია. ესე იგი იმ ძვლებს, რომლებიც მანქანის მართვისთვის არის საჭირო, არაფერი მოუვიდათ იაჰია. ახლა თუ ამ ინფორმაციას ჰალილ იბრაჰიმს ვეტყვით, კანს მოკლავს, ისკანდერსაც ზედ მიაყოლებს. ეს კი ჩვენ არაფერში გვაწყობს. წითელი მომაწოდე, ძმისშვილო აიჰან. აიჰან, გაზეთი მოიტანე, თო გადავიღოთ. მიდი. ვერ გავიგე ძმაო. მოგიყვები, ყველაფერს მოგიყვები. რომელი გაზეთი ვიყიდო ბიძია? ნიშნულობა არ აქვს, მთავარია დღევანდელი თარიღი ეწეროს. ამასაც წავიღებ. ძმაო, გაზეთი რამ გაგახსენა უბრალოდ, გაგზავნე რომ ჩვენი საუბარი არ მოესმინა, ხომ ასეა? არა. გაზეთი იმათვის მჭირდება, ვინც ციხეშია. იმისთვის რომ იცოდნენ არ მოვკვდით და მიმდინარე რიცხვში ცოცხლები ვართ. აიჰანი ციხეში აჩვენებს შენს მოჭიკჭიკე ნათესავებს. ძმაო, შეგვეძლო ახალი ამბები ჩაგვერთო, სელფი გადაგვეღო და გაგვეგზავნა. შეიძლება ასეთ შეიძლება, მაგრამ არ ვიცი. ისკანდერზე რას ფიქრობ?
ნარგიზ ლეტო უკან არ დაიხევს. ჩვენი ერთადერთი გამოსავალი ისკანდერზე გასვლა. არაფერ სიტყვი ძმაო. ფიქრობ, შვილო იაჰია. ვფიქრობ. შემდეგ ნაბიჯზე ვფიქრობ. მომეცი საშუალება მოუკვდე სანამ გავცოცხლდები. ვფიქრობ. ვფიქრობ. ძმაო, 4 ჩაი. იქამ გაიგო სატვირთოს მფლობელი ვინ არის? აიჰანმა ყველაფერი გაიგო. სატვირთო მოიპარეს და ამისთვის ვიღაცამ ფული გადაიხადა. ბიძია, თუ გაიგებენ ვინ იყო, მითხრან. წავალ და დაველაპარაკები. ოღუს, იმ ხალხს კავშირები აქვს. ვერც შენ და ვერც მე ვერ შევალთ. თუ შევალთ, მაინც არაფერი გამოგვივა. მართალი ხარ, ბიძია. ეს ქაანი არ არის? ოჩა ხალილ იბრაჰიმს კარგად გაულამაზებია. შეუძლებელია ეს თვითონ გაეკეთებინა, მაგრამ შეეძლო ვინმესთვის დაეკვეთა. შეეძლო სატვირთოს მძღოლისთვის ფული მიეცა, რადგან ასეთ მდგომარეობაშია. თუ თავს არ გვაჩვენებს და ასეთ მდგომარეობაში, ამიტომ არ დაგვენახა. მისმა დამიმშობი არა უღუს, ალბათ ამიტომ მოვიდა. როცა აქ ვართ, ასეთ მდგომარეობაში მყოფი მოვიდოდა მხოლოდ იმიტომ, რომ ახალ ნამშობიარები დაენახა, ეს მხოლოდ ღმერთმა უწყის. ამ მდგომარეობაში ყველამ დაინახა? ჰალილ იბრაჰიმი არ იყო, მაგრამ დანარჩენებმა დაინახეს, ბიძია. თუ გინდა წავალ და ჰალილ იბრაჰიმსაც დავენახები მამათან, რეანიმაციაში ჩემს ცოლსაც მოვინახულებ. მიდი, შვილო, მიდი. ცოლს დაემშვიდობე. მიდი. ქან, დაჯექი ღვთის გულისთვის. არავინ დაგინახოს. თუ შოუ დასრულდა, ჩემი დიშვილების ნახვა მინდა. სად არიან? სად იქნებიან? რა კითხვაა? მამა, იცი რა ვიფიქრე? შენ ხომ ფიქრობ საქმეს ჩამოშორდე? იქნებ შვილიშვილებს ზეინები და ჰალილ იბრაჰიმი დავარქვათ. რა სიტყვი? შვილო, მე მხოლოდ ის მინდა ქან, რომ დიდხანს იცოცხლო. ძალიან დიდხანს. თუ შენც ეცდები კონკრეტულად კი ხმას არ ამოიღებ, ძალიან დამეხმარები. ძალიან, გასაგებია? მეგონა,
მე მქონდა რთული ცხოვრება. ღმერთმა მაბადიოს. ამ პატარა გოგოს კიდევ რა უნდა შეემთხვეს. მადლობა ღმერთს ცოცხალია. მადლობა ღმერთს. ექიმი რას ამბობს, პრობლემები ხომ არ ექნება? არავინ იცის. გაურკვეველია სანამ არ გაიღვიძებს. მაგრამ გული გაუჩერდა. ტვინ ჟანგბადი არ მიეწოდებოდა. ამიტომ მხოლოდ მაშინ გავიგებთ, როცა გაიღვიძებს. ფიქრეთს და ნედიმეს როგორ უნდა ვუთხრათ? როგორ შეიძლება ადამიანს ასეთი რამ შეატყობინო? უკვე იციან. მაგრამ ზეინებს რა იციან, ის არ ვიცით. Zeynep'im hayırlısıyla uyansın. იმედია გაიღვიძებს. Sen kocana ახალ ამბავს შენს ქმარს შეატყობინებ. მე კი ნედიმეს. იმედია დედა. ქვევით ჩავდივარ, ზეინებს თქვენს იმედზე ვტოვებ. tekrar geç. მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, შვილო. ჩვენ ყველას. Hayret nasıl gelmemiş მიგვირს დიდემი რომ არ მოვიდა. მაგრა დარჩენია. მისი შვილის მამა ცოცხალია. მისთვის ხომ მთავარი პრობლემა ხალილ იბრაჰიმია? არა, ზეინებია. უცნაურია. ბიძია თვალწინ მოუკლეს. ხალილ იბრაჰიმის სიკვდილი შეატყობინეს, მაგრამ მუცელი მაინც არ მოეშალა. ყველას რაღაცის იმედი აქვს. დიდემიც ბავშვის იმედით არის. თავარია უფრო მეტის იმედი არ კონდეს. მაგალითად, ხალილ იბრაჰიმს გულისხმობს. არა, Neyse. თავარია ზეინებმა გაიღვიძოს. დანარჩენი მოგვარდება. ღმერთო შენ შეგვეციე.